მოგესალმებით დილა მშვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით და ბრუნდობთ კიდევ უფრო საინტერესო სტუმრით მარინა სხირტლაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ტიციან ტაბიძის შესახებ. აქვე შევახსენებ კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელებს, რომ პოეტს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ტიციან ტაბიძეს დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის ინიციატივით შეიქმნა მულტიმედიური გვერდი, ხო, ონლაინ გამოფენა. მოდით დავიწყოთ საუბარი ტიციან ტაბიძის შესახებ და ასევე იმის შესახებ, თუ რა მასალების ნახვა შეუძლიათ საზოგადოებას ამ გვერდზე. დიახ, მოგესალმებით. აქვე მინდა თქვა, რომ უკანასკნელი წლები გასული საუკუნისა და თანამედროვე, ანუ ჩვენი საუკუნის დღემდე პერიოდი არის მკვლევართა ყურადღება არის განსაკუთრებულად მიმართული ტიციან ტაბიძის, პავლო იაშვილის და ზოგადად ცისფერყანწელთა შემოქმედების შესწავლისადმი. ამ ყურადღებას ძირითადად განაპირობებს მათი ეპოქის სიმძაფრე. ეს იყო ეპოქა პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციების, 1918 წლის 26 მაის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, 21 წლის ანექსიის და 30-იან წლებში უკვე დიდი რეპრესიების. ეპოქა განსაზღვრავდა ამ წერლობის თემატიკას, ჟანრსა და ფორმას, ეპოქა იქცა ტიციანის ბედისწერად. ისევე როგორც მისი ლექსების ტრიქონებით ამონია წერეთლისადმი მიძღვნილ ლექსში ანანურთან შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩები. ტიციან ტაბიძე ოფიციალურად ცნობილია, რომ დაბადებულა 1893 წელს, მაგრამ ანკეტაში, რომელიც დაცულია მწერალთა კავშირის ფონდში და მის ავტობიოგრაფიაში, ის თავად წერს, რომ დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს, რომ იყო ყოველთვის უპარტიო და მისი მამა იყო დეკანოზი. გრძელია ჟამი გოდელმსახურებს, რაც ჩემი გვარიო, შენიშნავს სიგილეში ციკლიდან ქალდიას ქალაქები და აქ იგულისხმება, რომ არა მარტო მამა ტიციანის და გალაქტიონის ბაბუაც სტეფანეც მღვდელი ყოფილა და ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან უკვე ტიციანს გერბად დამახატესო ეზოსი მდგარი დაღვრემილი ტაძარი, მამის აღვლენილი მწუხრის ლოცვა და სულში შეფრენილი ფსალმუნები. ამას ემატებოდა ის უცნაური პეიზაჟები, რიონის პირას მზის ჩასვლა და სხვა. ტიციანზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მას 4 წლის ასაკიდან სცოდნია წერა-კითხვა, თავდაპირველად სწავლობდა მამის დაარსებულ სამრევლო სკოლაში, შემდეგ უკვე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ეს ანკეტა რაც შეეხება ახლა მულტიმედიურ გვერდს, ეს არის, როგორც ვთქვით, მულტიმედიური და გარდა ტექსტობრივი დოკუმენტებისა განთავსებული არის კინოკადრები, არის ფოტოჩანაწერები, არის ფოტოსურათები, პერიოდული გამოცემები, მოგონებები, ძალიან ვრცელი და საინტერესო დაწყობილი არის ეს მულტიმედიური გვერდი. აქვე ვიტყვი იმას, რომ ეპოქისა და პერსონალიების სოციალურ-პოლიტიკური და ინტელექტუალური აპერცეფცია ხშირად განსხვავებულ აზრებსა და შეხედულებებს ამკვიდრებს თანადროულ ცხოვრებაშიც ასია და რეალური ფაქტების კვლევა შეჯერებისათვის მართლაც განუსაზღვრელად დიდია საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა. სწორედ ამის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე განთავსებული მულტიმედიური გვერდები პერიოდულად აწვდიან დოკუმენტებს საზოგადოებას ისტორიულ მოვლენებზე, საინტერესო ამბებზე, ცნობილ ადამიანებზე. აი ახლა ეს გვერდი სწორედ ტიციან ტაბიძის დაბადების 130 წლის თავს მიეძღვნა და ძალიან საინტერესოდ არის აწყობილი გვერდი და მართლა ყველას ურჩევ, რომ გაეცნოს, შევა ჩვენი ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე, გახსნის მენიუს და იქ ძალიან ბევრ საინტერესო მასალას ნახავს. ეხლა იხსნება ეს მულტიმედიური გვერდი ნაწყვეტით ფილმიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის ქრონიკა 1919-1920 წლები, სადაც ჩვენ კადრში ვხედავთ ტიციანსა და პაოლოს ყვავილებით შემკულ პოეზიის მანქანაზე. სულ რამდენიმე ცოცხალი კადრი არის შემორჩენილი ტიციანის
ტიციანის მონაწილეობით და ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი შინაარსითა და ხარისხით გახლავთ კოტე მარჯანიშვილის ფილმი გოგი რატიანი, რომელიც 1927 წელს არის გადაღებული, დაცულია კინოფოტოფონო არქივში, აღდგენილია და გაციფრულებულია. ნაწყვეტიც აი გოგი რატიანიდან არის წარმოდგენილი. გარდა ამისა რატომ იწყება გამოფენა ამ კადრებით? იმიტომ რომ შემდეგ რაღაცნაირად თითქოს ქრონოლოგიური ხაზით აღყვება, ხო? ნაწყვეტი ავტობიოგრაფიიდან პირველი ლექსის დაწერის ისტორია. აი ახლა ამის შემდეგ უკვე არის კინოჟურნალი, კინოსიუჟეტი, რომელიც ეხება კაფე ქიმერიონის კედლის მხატვრობის რესტავრაციას. აი ამ ყველა კადრებში ჩვენ ცოცხლად ვეცნობით ტიციანს, მის მეგობრებს. ახლა ამ კადრებს ავსებს ფონოჩანაწერები. აი სწორედ ამიტომ არის ძალიან საინტერესო. მაგალითად ლადო გუდიაშვილის მოგონება კაფე ქიმერიონის მოხატვის შესახებ. როგორც იცით, ეს კაფე მოხატეს გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსეთოიძემ და იმ ხანად თბილისში მცხოვრებმა რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა. ლადო გუდიაშვილი აქ არა მარტო კაფეს მხატვრობას შესახებ საუბრობს, არამედ ამბობს, რომ ტიციანი ყველაზე თვალსაჩინო, დინამიური და აქტიური იყო მწერალთა შორისო, რომ იგი მას იხსენიებს როგორც ძვირფასი ტიციანი და მითხრეს, ცისფერყანწელებს გულისხმობს, რომ მათო მონახეს ერთი ადგილი რუსთაველის თეატრის ქვემოთ სარდაფებში დაარქვეს ქიმერიონი და მითხრეს, ტიციანმა და პაოლომ, რომ რაც გინდათ მოხატეთ, ოღონდ ეს ცარიელი კედლები იქნებაო. იქო იყო იკრიბებოდნენ მწერლების საღამოობით, იყო გაწყობილი მაგიდები, იყო პატარა ესტრადა და ტიციანი და პაოლო რომ ადიოდნენ ამ ესტრადაზე, იყო პირდაპირ სასაცილო. ასევე მოგონება აქვს ვერიკო ანჯაფარიძეს, რომლის ოჯახშიდაც ქუთაისში ხშირად იკრიბებოდნენ ცისფერყანწელები, ეს მოგონებაც არის სამივე გვერდზე განთავსებული. ის იხსენებს მარჯანიშვილს, როგორც ჩაყავდა სპექტაკლის შემდეგ ქიმერიონში, როგორც თხოვდნენ წაეკითხა ტიციანს ლექსები, როგორ უყვარდა მარჯანიშვილს ტიციანი, როგორი ალერსებოდა, როგორ ტკბებოდა მისი წაკითხული ლექსები, თვითონაც როგორ უყვარდა, რამდენი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და ასე შემდეგ. ამას უკვე ემატება ფონოჩანაწერები, სადაც არის ტიციან ტაბიძის ლექსები, მეყაჩაღებმა მომკლეს არაგზე, ლექსი მეწყერი, ჩააქრეთ სულში, სიონის ზარი, ანანურთან, რომელსაც კითხულობენ ეროსი მანჯგალაძე, კითხულობს აკაკი ვასაძე, ძალიან საინტერესოდ. შემდეგ უკვე არის ფოტოსურათები. ფოტოსურათები აი პირველი მისი ასე ვთქვათ, მისი რაც დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის მარტოობა 1900 წელს გამოქვეყნდა. ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო მან წერა და ბეჭდვა. ხო, ბიბლია მეექვსე კლასში იყო და ბიბლია თითქმის ზეპირად ვიცოდიოდა. აი განთავსებული არის აქ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ფოტო. სწორედ ამ გიმნაზიაში გაიცნო ტიციანმა თავისი მეგობრები, შალვა აფხაიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა კარმელი, რომლებთან და სხვები, რომლებთან ერთადაც მან მერე შექმნა პროზაიკოსთა და პოეტთა შემოქმედებითი გაერთიანება ცისფერი ყანწები და მათი პირველი ჟურნალიც, რომელიც 1916 წელს ორ ნომრად გაზაფხულსა და ზამთარში გამოვიდა, ეს პირველი ნომერიც განთავსებული არის მულტიმედიურ გვერდზე. აქ დაიბეჭდა ტიციანი ხომ ქართული სიმბოლისტური სკოლის თეორეტიკოსიც არის და სწორედ აქ დაიბეჭდა მისი სტატია ცისფერი ყანწებით. ძალიან საინტერესო ეს სტატიაც არის განთავსებული და აქ ტიციანი მიმოიხილავს მოდერნისტული და სიმბოლისტური ხელოვნების საკითხებს და ამბობს, არის თუ არა ჩვენთან ნიადაგი სიმბოლიზმისთვის და თვითონვე პასუხობს ამ კითხვას, რომ ქართველ ხალხში ცხოვრობს აქტიორული უკვდავი სული. მას უნდა მუდამ სხვა იყოს, მას უყვარს თეატრალიზება ცხოვრების, ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი და სწორედ ნიღაბი არის ფილოსოფია სიმბოლიზმის და ამიტომ სიმბოლიზმი ჩვენში აუცილებელია და აქ მინდა ერთი ყურადღება ესე ხაზგასმით მივაქციოთ ერთ საკითხს, რას ამბობს ტიციანი. სიმბოლიზმი რომ უცხოეთიდან შემოდის ჩვენში, ამაში საფრთხე არ არის.
რადგან ნაციონალური აპერცეფციით ერი ითვისებს მხოლოდ იმას, რაც ეროვნულ მის ბუნებას ეგუება. და აი ევროპა შემოაღებს კარს და იმ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით. ჩვენ უნდა გქონდეს ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქები შეკრული. აი უნდა ვიყოთ ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქები შეკრული. აი ამას ამბობს ტიციანი და მართლაც ევროპული და რუსული სიმბოლიზმი არ გადმოსულა პირდაპირ საქართველოში, მათ ნიადაგად ჰქონდა თავისი ეროვნული ტკივილი, გაორება სწორედ მათი იმან გამოიწვია, რომ ვერ წყდებოდნენ თავის ნიადაგს და ამასთანავე უნდათ მისტიციზმი სრულად გადმოეცათ და ამიტომ ამბობს ტიციანიც, რომ ბესიკის ბაღში ურგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს, მაგრამ ეს ძალიან მალე, მერე უკვე ვიცით ჩვენ ციკლი გრიგოლ რობაქიძის მიწასთან დაბრუნება, უკვე ყველა როგორ ბრუნდება თავის ეროვნულ. აქვე გკითხავთ, რადგან ჩვენ მაინც აი ამ ონლაინ გამოფენის გარშემო ვტრიალებთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ საკმაოდ ბევრი მასალა არის, ხო, აი ამ პერიოდის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ როგორ შეირჩა, ხო, რაზე გაკეთდა აქცენტი? რა იყო თქვენი მთავარი მიზანი? როგორი ტიციანი გინდოდათ რომ გაეცნოთ საზოგადოებას? დიახ, გეტყვით ზუსტად, როგორი იყო ტიციანი? აი ამისთვის ჩვენ აქ ქონოთ ჩანაწერი არის ბოლოს, რითაც სრულდება ეს მულტიმედიური გვერდი, გიორგი ლეონიძე ამბობს. ტიციანი თვითონ იყო მხატვრული ნაწარმოები. ჩვენ ზუსტად ასეთი ტიციანი გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ. ეს იყო ადამიანი სიყვარულით, სიკეთით სავსე. მიხაკი იყო ტიციანის გერბი და ემბლემა. ტიციანისთვის თბილისი იყო სისხლის ემბაზი. უთბილისოდ მას აზრი არ ქონდა მისთვის არაფერს. თუ ვინმეს ერთხელ გამარჯვებას ეტყოდა, აუცილებლად დაუმეგობრდებოდა. ტიციანის ლექსი იყო ღია ჭრილობა, ეს იყო გედისა და არწივის ყივილი ერთად. და ტიციანი ამბობდა და ეს მართლაც ასე არის, რომ ერთხელ სიკვდილის არ მჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს. აი ჩვენ აი ესეთი ტიციანი გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას. და მართლაც საოცარია და ბედნიერება, რომ რეპრესირებულ ადამიანებზე იშვიათად გვაქვს ხოლმე ამდენი და ასეთი მოცულობითი მასალა. გარდა იმისა, რაც არის ვებგვერდზე ატვირთული, აქ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო სურათი არის. ტიციანის სტუდენტობის დროინდელი სურათი, ფოტოკოლაჟი არის, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციანი, კოლაო ნადირაძე, არის მეგობრული შარჟი ტიციანის, პაოლო იაშვილის, რომელიც 1900 წელს ჟურნალ თეატრსა და ცხოვრებაში გამოქვეყნდა. არის კიდევ გაზეთი ბარიკადი, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა ტიციანი და მათ ცისფერყანწელებმა ძალიან მოკლე დროში 4 ჟურნალის ცისფერი ყანწების მეოცნებენი ამურების შვილგიზნისა და ლაშარის გამოცემა შეძლეს, ასევე 3 გაზეთის და ძალიან აქტიურად და სწორედ ეს აქტიურობა, ჩართულობა თითქმის ყველა საზოგადოებრივ კულტურულ ცხოვრებაში გარდა თავისი შემოქმედებისა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გქონდეს ამდენი ინფორმაცია. გიორგი ლეონიძე ჩამოთვლის იმ მიმართულებებს, რაშიდაც იყო ტიციანი და თვითონ მე ტიციანისეული სიტყვებითვე ამბობს საწყალი ტიციანელე, ანუ იმდენად იყო ეს დაკავებული. გარდა ამისა, ჩვენთან ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაში, სხვადასხვა ფონდებში, მწერალთა კავშირის ფონდში, კულტურის მოღვაწეთა კომიტეტის ფონდში, პუშკინის საიუბილეო კომიტეტების ფონდში, ასევე პირად ფონდებში, მაგალითად ვალენტინა ბალუაშვილის ფონდში ინახება ლეონიდ ლეონოვის, პასტერნაკის, ნიკოლოზ ტიხონოვის ჩანაწერები ტიციანზე. ვახტანგ გურგანიძის ფონდში დაცულია გრიგოლ რობაქიძის წერილები ტიციანისადმი. ასევე არის ნანა კალანდაძის მოგონება, როგორ იყო სტუმრა ტიციანის ოჯახში პირველი შეხვედრა. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ფონდში არის ტიციანის სტატიები, ოვანეს თუმანიანი და საიათნოვა. აი ძალიან ბევრი საინტერესო მასალა არის და ყველაფრის გაცნობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ტიციანზე, მის ეპოქაზე, მის მეგობრებზე და მის პიროვნებაზე. დიახ. გაბატონო მარინა, ტიციანის ფოტოებთან დაკავშირებით, ხო? ბოლო ფოტოც არის დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში და აქ, რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე, ონლაინ გამოფენაზე არის მისი ცხოვრების ბოლო წლები. დიახ, ეს
ყველაზე საინტერესო არის თუმცა ბოლომდე ბორომდე ბურუსით მოცული დიახ იცით ტიციანი აი სანდრო შანშიაშვილის ეს ლექსიც არის იქ გამოქვეყნებული და ფოტოც სანდრო შანშიაშვილთან და სანდრო შანშიაშვილი ტიციანისადმი მიღწეული ლექსში წერს ასეთ რამეს ორბელიანი მოკეიფე რჩება გადაღმა ხინში რომ მაინც ტოლი ყავდეს ნეტავ მანახა და ეს მაგალითად თვითონ გიორგი ლეონიძის ფონდში რომელიც ისევ ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაშია დაცული ინახება მისი მოგონება ესენიზე და აქ ის საუბრობს რომ როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში სტუმარი აუცილებლად უნდა დახვედროდნენ ტიციანი და პაოლო უნდა დაებინავებინათ უნდა მათთვის მეგზურობა გაეწიათ და იყო ტიციანი ყოველთვის გულუხვი მასპინძელი და სუფრის ჯადოქარიო და ეს სიცოცხლის პასად დაუჯდათ თითქმის ტიციანსა და პაოლოს 30-იანი წლებიდან შენმა ფრანგულმა დაგუპაო ზუსტად ბერიამ უთხრა პაოლოს და ტიციანსაც კიცხავდნენ ხოლმე ეს ეხებოდა იმ ფაქტს ჩამოსული იყო საქართველოში ფრანგი ცნობილი მწერალი ანდრეი ჟიდი და არაფერს უმალავდნენ ესენი და შემდეგ მან გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ვრცელი ნარკვევი და უკვე მერე ამაზე პასუხი მოეთხოვა ტიციანსაც და პაოლოსაც 30-იანი წლებიდან ზოგადად იწყება ძალიან მძიმე პერიოდი რეპრესიების პერიოდი წერალთა კავშირში დაიწყო წერალთა რიგების წმენდა მავნე ელემენტებისაგან და დაიწყო დამკვრელ მუშათა გაწვევა მწერლობაში. აი პაოლო მომითხრაო ჩურჩულია შენს გარშემო და იცოდეო ტიციანი ხსენებს და მე ძალიან მადლობელი ვარ მისიო. დაიწყო ბრძოლა ფორმალიზმისა და ნატურალიზმის წინააღმდეგ და მწერალთა კავშირის ხდომაზე ვრცელი გამოსვლა აქვს ტიციანს ამის შესახებ. უკვე ნიკოლო მიწიშვილი უკვე ფაქტიურად დახვრიტეს. შემდეგ უკვე არის რომ ტიციანი ამ სტუმართმა წინწლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ხდომაზე ამბობს რომ ჩემი ერთი მთავარი შეცდომა იყო ის რომ მე ყველას ხვდებოდი, იყო ნაცნობობა, იყო ქეიფი და კონსტანტინე გამსახურდია მიცის ხოლმე თქმაო თავის ეგიჭირავს როგორც რესპუბლიკის წარმომადგენელსო და აბა რა უნდა მექნა, რა უნდა ქნას ადამიანმაო თუ გეტყვიან რომ აი მაგალითად ჩამოდის მიკოლა ბაჟანი, რასიზმთ არ დახვდებითო და აი სწორედ ამას ამბობს ტიციანი რომ აი ურთიერთობებმა ამ სტუმარმა მასპინძლობებმა ძალიან უარყოფითი ხასიათი მიიღო და 1000 უკვე როდესაც პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა მწერალთა კავშირის შენობაში ეს იყო 22 ივლისი 1927 წლისა მაშინ მისი ეს ჩადენილი საქციელი მიიჩნიეს პროვოკაციულ აქტად და ტიციანსაც მოსთხოვეს რომ დაედანაშაულებინა მეგობარი ამ პროვოკაციულ აქტის ჩადენაში, რასაც ვერ მიაღწიეს. უკვე ოქტომბერში ტიციან ტაბიძეს გარიცხავენ მწერალთა კავშირის რიგებიდან ამბობენ რომ მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა რომ ეღიარებინა, მაგრამ თვალთმაქცობა განაგრძოდა, ეხლა რადგან უკვე დადასტურებულად არის მისი ურთიერთობა ხალხის მტრებთან, გაირიცხოსო და დადგენილებით, ერთხმად მიიღეს ეს დადგენილება და უკვე ოქტომბერშივე დააპატიმრეს და დეკემბერში 15 დეკემბერს დახვრიტეს, მაგრამ თქვენ რომ მითხარით ფოტოსთან დაკავშირებით, ტიციანი იყო პუშკინის საიუბილეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, იუბილე ეწყობოდა საქართველოს მუზეუმში, სადაც ამავე კომიტეტში მუშაობდა ალექსანდრე სიგუა და სწორედ მისი მოგონება არის, რომ მითხრაო ტიციანმა, რომ დამეძახა მიხეილ თუმანიშვილისთვის, ისიც ამ კომიტეტში მუშაობდა და ფოტოგრაფისტვის და გადაგვეღო სურათიო და ეს სურათი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი ფოტო და იმ ფოტოზე თუ ნახავს ექნება შესაძლებლობა შემსმენელებს უკვე რაღაცა მოლოდინი აწერია სახეზე. აი ძალიან სულსხვანაირი ტიციანია, ძალიან შეცვლილია ამ ფოტოზე, აბსოლუტურად განსხვავებულია. ხო, ეხლა აი ძალიან ბევრი საინტერესო მასალა არის და ეს ძალიან კარგია, რადგან არა მხოლოდ კვლევარებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს პოეზია და უყვარს ტიციანი. და ეს მულტიმედიური გვერდები სწორედ ამისთვის იქმნება, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მისი დათვალიერება და გაცნობა. ხო არ მოხდება განახლება, ვთქვათ, ან კიდევ ახალი გვერდის გაკეთება, თქვენ
კონკრეტული ეპიზოდის შესახებ, რადგანაც ამდენი მასალა არის და ასეთი საინტერესო ჩვენ არის და ყოველ- პოპულარული არის, ხო, სოციალურ მედიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ინტერესი დიდია. ინტერესი დიდია ამის შესახებ დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვაკეთებთ ხოლმე ამ ონლაინ გამოფენებს თუ მულტიმედიურ გვერდებს, ყოველთვის მე ხდება მისი განახლება. რა თქმა უნდა, ერთდროულად, აი ახლაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ცვლა არის, აი ძალიან კარგად არის აწყობილი. ცვლა არის ისე ფონოჩანაწერი, კინოკადრი, ფოტო, თქვათ ტექსტობრივი მასალა, რომ კითხველი არ დაიღლება, პირიქით ძალიან ინტერესით ამას გაეცნობა, მაგრამ ყველაფერი რა თქმა უნდა ვერ განთავსდა და შესაძლებელია მისი განახლება და ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ ჩვენ დღეს საუბრობდით ტიციან ტაბიძის შესახებ და როგორ თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მის ბედისწერა გახდა ეპოქა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა.